მშვიდობა სოფლიოს, მშვიდობა საქართველოს. ამ დევიზით შუახევის სოფელ ინწკირვეთში მცხოვრებმა 60 წლის სულიკო ჭაღალიძემ გადაწყვიტა 15 საათის განმავლობაში ფეხით დაფაროს 82 კილომეტრი და ამ ფორმით პატივი მიაგოს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ვეტერანმა სპორტსმენმა სტარტი დილის 5 საათზე მშობლიური სოფლიდან აიღო, მისი მიზანი ბათუმში საღამოს 9 საათზე ჩასვლა. სულიკო ჭაღალიძეს გამგეობისა და სპორტსკოლის წარმომადგენლებმა მარათონში თანადგომა გამოუცხადეს. საქართველოდან გაიწვიეს 700.000 ახალგაზრდა მეომარი, მათ შორის 300.000 აღარ დაბრუნებულა და ჩემი იდეა ისაა ის კიდევ ერთხელ რომ მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა მსოფლიოს. ევრმა ქართველმა თავი გასწირა სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის და დღეს მართლაც საქართველოს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. სწორედ საამისოდ და ამისათვის სოფელ ინწკირეთის მცხოვრები სულიკო ჭაღალიძე ჩაერთო და თავისი ინიციატივით ფაქტიურად წარიმართა ეს მარათონი მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა საქართველოს. მსგავსი აქციები მომავალი თაობის პატრიოტული აღზრდას განსაკუთრებით წაადგება, მით უმეტეს სპორტსმენების. ძველი სპორტსმენია სულიკო ჭაღალიძე, მე გადმოცემით ვიცი, მის სპორტულ მოღვაწეობას არ მოვწევი ვარ, მაგრამ გადმოცემით ვიცი, საკმაოდ ძლიერი იყო სპორტულ გადარბენებში და მსგავს მარათონებში. და მომავალი თაობა ამ გადარბენას საკმაოდ დიდი მანძილია 84 კილომეტრი, სოფელი ინწკირეთიდან ქალაქ ბათუმამდე მიბაძავს, მიმბაძველები ბევრი გამოუჩნდება.